პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ალეკო ელისაშვილი 5,000 ლარიანი გირავნს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თავდაპირველად მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული ალიბაბაებთან ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე. გათავისუფლების შემდეგ ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა მედიასთან და თქვა, რომ სანამ სხვა დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, ის მზად არის უკან შებრუნდეს. ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ. სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან, მე არ ჩავთვლი, რომ რამე ჩემს თავს სასიხარულო ხდება, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემ დაბადების დღესაც შევხვდებოდი ციხეში. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, მიხარია ჩემ ოჯახს რომ ვნახავ და ახალ წელს შევხვდები, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ორი რამ, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები გავყაროთ ხელისუფლება. დღეს დილით ვაპირებდი, რომ ტელევიზორი მეყიდა, რომ გამეგო ჩემ თავს ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცბად მითხრეს, რომ მივიდიოდი პროცესზე. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, იმიტომ რომ მე ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა, ძალიან გულახდილად რო გითხრათ, მეგონა რომ სადღაც 10 ევრად მივყავდი, იმიტომ რომ ისე საიდუმლო ვითარებაში მეუნებოდნენ, რომ უნდა წაგიყვანონ, მეთქი არ ეგონოთ, რომ მეშინია თქო და ველოდებოდი ბადრაგის მანქანასთან. ნუ აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ და არ ამცემდნენ და რომ ეს ჯობია ყოველ შემთხვევაში.